მაღათერ არაბული პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე. წლების განმავლობაში მუშაობდი ჟურნალ ცისკარში, ვიყავი ჯერ ახალგაზრდული ჟურნალის ნობათის რედაქტორი, მთავარ რედაქტორი. ვიყავი მე ჟურნალ ცისკრის პოეზიის განყოფილების გამგე, მე ჟურნალ ცისკრის რედაქტორი და მე ამირჩიეს საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ. რამდენიმე წლის წინ და ახლა ვარ თანათავმჯდომარე საქართველოს მწერალთა კავშირის. ჩემი პირველი ლექსები დაიბეჭდა 1967 წელს, როდესაც სკოლა დავამთავრე პირველ კურსზე ჟურნალ ცისკარში და აი იქიდან მოყოლებული იწყება ჩემი პოეტური სამწერლო ცხოვრება და გამოცემული მაქვს 13-14 წიგნი, მიღებული მაქვს არაერთი პრემია, დავიწყოთ იქიდან დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, გალაქტიონ ტაბიჯის სახელობის, სხვა პრემიებიც არის რესპუბლიკური სახელმწიფო პრემია და დღესაც ვემსახურები ქართულ მწერლობას და ვცდილობ ჩემი გამოცდილება, ჩემი ცოდნა ამ დარგში გადავცე ახალ თაობას, მომავალ თაობას, ახალგაზრდებს და მე ვფიქრობ, რომ აი დღევანდელი ფესტივალიც, რომელიც ბათუმის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი არის, შემოდგომის სერენადები, არის ემსახურება სწორედ იმას, რომ ახალგაზრდა მწერლებთან, უფროსი თაობის მწერლებმა, საშუალო თაობის მწერლებმა დავამყაროთ უფრო თბილი ურთიერთობები, ახლო კავშირები და შევავსოთ ერთმანეთი ახალგაზრდული ენერგია და ის ახალგაზრდული თქვათ მოწოდება შინაგანი სულიერი და უფროსი თაობის დამრიგებლური კავშირები და თქვათ ახალგაზრდა თაობის მიმართ იყოს უწყვეტი და იყოს მარადიული, რადგანაც ეს არის ლიტერატურის განვითარების, მწერლობის განვითარების და ურთიერთკავშირების დამყარების აუცილებელი პირობა. არ შეიძლება თაობების გაყოფა, არ შეიძლება თაობების დაპირისპირება და სწორედ ეს ფესტივალი, არა მარტო ეს ფესტივალი, რამდენიმე ფესტივალია, რომელიც სწორედ ამ საქმეს ემსახურება და თქვენც ნახეთ. ამ შემადგენლობაში იყვნენ უფროსი თაობის წარმომადგენლები, ისეთები როგორც არის ვასილ ბესელია, ილია ერქფანია, აქეთ ზალბოტკოველი, მე და ასევე ახალგაზრდები, ბათუმელი ბიჭები, კარგი ბიჭები, ფულხანი, წყულუკიძე, გენრი დოლიძე, სხვები და სხვები და ეს იყო მნიშვნელოვანი დღესასწაული საერთოდ ქართული მწერლობის. და საქართველოს მწერალთა კავშირის სახელით მადლობა გადაუხადო ამ ფესტივალის ორგანიზატორებს, ამ ფესტივალის პროექტის ავტორს, აჭარის მწერალთა სახლის დირექტორს ლალი კონცელიძეს, აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს დავით თედორაძეს და ხელისშემწყობ აჭარის კულტურის სამინისტროს და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აი ამ ფესტივალის ასე ვთქვათ ჩატარებაში და ხელშეწყობაში მონაწილეობდნენ. არის ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალი მზეკართან ერთად, რომელსაც თქვენ ატარებთ, აჭარაში ატარებენ. ეს არის ქუჯის ფესტივალი, ეს არის მაჩაბლის ფესტივალი გორში და ეს ფესტივალები არის მნიშვნელოვანი. საფრანგეთში 80 ფესტივალამდე ტარდება, ლიტერატურულ ფესტივალამდე უცხოეთში და არა მარტო საფრანგეთში. მე ყოფილი ვარ იგივე ესპანეთში ფესტივალზე, იგივე იტალიაში, იგივე რუსეთში და ეს ფესტივალები არის ურთიერთგაცნობის მწერლები და დაახლოების, როგორც აღნიშნე და არის მნიშვნელოვანი ფაქტი და იგივე ბათუმის წარმომადგენლები, ახალგაზრდები, წეღანაც ვამბობ ახლა, მინდა თქვა რომ იგივე როი აბუსელიძე, იგივე თქვათ გიორგი გაბაიძე, იგივე აჩი ბერიძე, იგივე სულხან წულუკიძე, იგივე გენრი დოლიძე. ესენი ყველა უნდა აღნიშნო და ამას მე მიამაყება და იმიტომ ესენი მე დავბეჭდე პირველად ცისკარში, ყველა ერთად 6 ავტორი ესენი დავბეჭდე დათო თედორაძის წინასიტყვობით და მართლაც ისინი გუშინო იყვნენ იმ ღონისძიებებს გუშინწინ, ეს იყო ჩემთვის საამაყო, იმიტომ რომ უყურებდი ეს ბიჭები გაიზარდნენ, არიან უკვე ღირსეული პოეტები და ღირსეულად წარმოაჩენენ ქართულ პოეზიას. მე ვარ ხევსურეთიდან და ხევსურეთში ყველა ხევსური ლექსებს წერდა და წერს დღესაც. ახლა დღეს ისე არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში
ხალხური პოეზია, ხევსურული ხალხური პოეზია, ფანტასტიკური პოეზია არის, რომელიც სოფლიოს ყველა ხალხების პოეზია შეეჯიბრება და იქნება ალბათ ერთ-ერთი პირველ ადგილზე. აი ამ პოეზიაზე, ამ ლექსის თქმის მოდა იყო ხევსურეთში ერთგვარი და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ხალხური თქმელები, ვინ თქვათ უკეთესად წარმოაჩენდა თავს, ვინ კარგად უპასუხებდა ვიღაცის საქილიკო ლექსზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი სწორედ ამ სამყაროში გავიზარდე მე და მერვე კლასი და მეშვიდე კლასიდან თბილისის პიონერთა სასახლეში ჩამოვყავდი ხშირად, მონაწილეობდი მორჩემოქმეთა ღონისძიებებზე და შემდეგში პირველ კურსზე ჩამოვედი ჟურნალმა ცისკარმა 17 წლის რო ვიყავი, სწორედ ჟურნალ ცისკარმა დაბეჭდა ჩემი ლექსები ჭაშნიკის რუბრიკით. ეს ნიშნავდა, რომ გამორჩეულად საინტერესო უნდა ყოფილიყო ეს ლექსები და იქ დაიბეჭდა ჩემი ერთი ლექსი თაია იყო, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა იმ პერიოდში და თაია შემდეგში ეს სახელი ძალიან ბევრს ეწოდა ჩემი ლექსის გამო, ესე იგი ძალიან მოდაში შემოვიდა. ასეთი ცისკარი მაშინ გამოდიოდა სადღაც 100,000 ტირაჟით და თითქმის ყველა ოჯახში იყო და დღესაც კი უფროს თავის წარმომადგენლებს ახსოვთ ჩემი ის პირველი გამოსვლა და პირველი ის ლექსი თაია. ასე რომ ლიტერატურა და პოეზია საერთოდ არის მნიშვნელოვანი ასეთი მოვლენა ქართველი ერისთვის, ქართველი ხალხისთვის. ჩვენ ვეფხისტყაოსნიდან მოვდივარ და ვეფხისტყაოსანი ეს იყო ქართველი ხალხისთვის არაიურიდიული კონსტიტუცია და ჩვენ იმ სიყვარულს, იმ ერთგულებას, იმ თავდადებას, რაც ვეფხისტყაოსანში ვასწავლდით ჩვენ წინაპრები ასწავლდნენ თავის შვილებს, შვილიშვილებს და ამ სიყვარულზე გაიზარდა ჩვენი ერი. და დღეს სამწუხაროა რომ აი ამ თვალსაჩინო დამაცით უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ძალიან არც თუ ისე სასიამოვნოდ არის და სასარგებლოდ არის სახელმძღვანელოები და ლიტერატურის სწავლება იგივე სკოლებში. და ჩვენ სწორედ იმ ვეფხისტყაოსნის სიყვარულის, ერთგულების, თავდადების მაგალითებზე უნდა ვზრდიდეთ ჩვენ თაობებს და ვზრდიდეთ ჩვენ შვილებს. ეს არის ჩვენი ერის გადარჩენა, ჩვენი სულიერება, ჩვენი კულტურა. ბათუმი არის ჩემთვის უძვირფასესი ქალაქი, ბათუმი არის სიყვარული და არაფერი სხვა. ჩემი მეგობრი პოეტის ვახტანგ ღლონტის პერიფრაზას გავაკეთებთ. სწორედ ბათუმი არის სიყვარული და არაფერი სხვა. და ყველაზე მეტად თბილისიდან რო გავდივარ, ერთადერთი ქალაქია, ყველაზე მეტად სადაც მიხარია და 40 წელია უკვე მე თითქმის ყოველი წელი ზაფხულში ბათუმში ვარ აუცილებლად. 10 დღე მაინც, იმიტომ რომ აქ არის ჩემი მეგობრები, აქ არის დავით თედორაძე, რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარია და ჩემი შვილის ნათლია და სხვები და სხვები უფროსი თაობის მწერლებთან მეგობრობდი. ჩვენი ზალის მამა ნუგზარ ჯაფარის შესანიშნავი პიროვნება, პოეტი, იგივე გორგილაძე, იგივე სხვები და სხვები, იგივე რამაზ სურმანიძე, იგივე შოთა ზოიძე, ძალიან ბევრი. აი ამ ხალხთან მეგობრობდი მე, ჩემი უფროსი მეგობრები იყვნენ და დღესაც მე მოვდივარ, როგორც მომეცემა საშუალება, ბათუმში ჩამოვდივარ, რომ ჩემს მეგობრებს და აჭარას მოეფერო და ძალიან მიყვარს აჭარა, ასე რომ აჭარა არის საქართველოს გული და არის ის მხარე, საიდან ჩვენი ქრისტიანობა ჩამოვიდა, საიდან ჩამოვიდა ანდრია პირველწოდებული, რომელსაც განავრცო სარწმუნოება საქართველოში და პირველი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის არის ქედაში, ხო? ქედაში არის არჩენებული ეკლესია ანდრია პირველწოდებულის. ეს არის დიდი მადლი, თქვენ დიდი მადლი გიცავთ და მადლის გამო აჭარა იქნება ყოველთვის გაბრწყინებული და ყოველთვის იქნება ბედნიერი. გახსენება აჭარული ციკლიდან დავით თედორაძეს, ალეკო ჯიბლაძეს. ამოდიოდა ჭოროხზე მთვარე, დაიდუმალი შუქით ელავდა, სიყვარულით და ღვინით მთვრალები ჩვენ ბრუნდებოდით მაჭახელადან. ხელავდა ზღვა და საფენებს ქაფის, ტანზე ახვევდა ნაპირებს ქვიანს, შორს ღამის ბინჩი ელავდა გველოდა სარფი, როგორც ტკივილი და რელიქვია, ქშოდა ქარიც და ქროლა ქართა, ეფინებოდა კიდიდან კიდეს და ჩვენ ამ ლამაზ სამშობლოს გარდა სხვა არაფერი ქონდა სიმდიდრე. ამოდიოდა ჭოროხზე მთვარე, დაიდუმალი შუქით ელავდა, სიყვარულით და ღვინით მთვრალები ჩვენ ბრუნდებოდით მაჭახელადან. და მეორე რადგანაც შემოდგომა არის, შემოდგომაზე წავიკითხო პატარა ლექსს. შემოდგომა ეტიუდი.
მილეული მზე ელავს ცისთაღზე სივრცეს აცვია ნისლის არილი და შემოდგომის დაცლილი ბაღი დგას გაძარცული დედოფალივით გვანან ხეები ხელებ აშვერილ ლოცველებს ქცეულს უცხო დარდებად და შესევიან ჭალებს შაშვები საღამოს ბინდის შესამატებლად და ზდუმს მინდორი სად მოსისინე ქარი ბინადრობს ახლა მარტოდენ და სადაც მხოლოდ თივის ზვინები უკვე შეცინულ მიწას ათბობენ მილეული მზე ელავს ცისთაღზე სივრცეს აცვია ნისლის არილი და შემოდგომის დაცლილი ბაღი დგას გაძარცული დედოფალით